სახელითა მამისაით, დაძისაითა და წმინდის სულისაით. ყველა ჭეშმარიტ მორწმუნეს, ყველა ღვთის მოყვარეს, ყველა ღვთის მაძიებელს, ყველას, ვისაც ცხოვრების საზრისი და მიზანი გააზრებული აქვს და შეგნებულად მიისწრაფის თავისი მიზნისაკენ, ანუ ცოცხალი ღმერთისაკენ. ყველას ყველასთვის გასაგები იქნება ჩემი დღევანდელი მილოცვა, რომ კიდევ ერთი ბედნიერი დღე გაგვithენდა, როდესაც მოვედით სამადლობელი მსხვერპლი აღევლინა ჩვენი გულიდან და ბაგეებიდან, შეიწირა უსისხლო მსხვერპლი, რომელიც კვლავ და კვლავ ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლით იკვებება, შეიწირა წმინდა ტრაპეზზე და მრავალი ჩვენთაგანი ისევ და კვლავ და დიდება უფალს, რომ კვლავ გაგრძელდება ეს ღვთის მადლით და წყალობით, კვლავ შევეხებით უფალს, კვლავ შეუერთდებით მას, კვლავ გვეძლევა შესაძლებლობა ღმერთთან ზიარებისა და მრავალი ჩვენთაგანი უფლის წყალობით კვლავ ეზიარება ღმერთს. და თუ ჩვენთვის ყოველი ესეთი დღე, წირვის დღე, როცა ღმერთს უერთდებით, ჩვენთვის არის საფუძველთა საფუძველი ბედნიერებისა, სიხარულისა და ჭეშმარიტად მარადიული სიცოცხლის დასაწყისი, მაშინ ჩვენ იმასაც უნდა ვგრძნობდეთ, რომ ერთ-ერთი, რასაც ჩვენ აქ ხედავთ და განვიცდით, ეს არის სიდიადე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. რომ არა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომ არა მისი პიროვნული სიდიადე და გმირობა იმგვარი, რომლის მსგავსი არ ყოფილა მანამდე და არც შემდგომში იქნება, რომლის წარმოდგენაც ჩვენ არ შეგვიძლია ბოლომდე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავის სიდიადით მუდამ ჩვენთვის მაგალითია და ამავე დროს იგი არის გასაღები მართლმადიდებლობისა, ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. თუ ადამიანი ღვთისმშობლის სიდიადეს ვერ იგებს, თუ ადამიანი ღვთისმშობელს ვერ მიახლება თავის გულით, რწმენით, ცნობიერებით, მეტნაკლებად, როგორც ჩვენ შეგვიძლია ეს, მაშინ ჩვენ ვერ ვიქნებით მართლმადიდებელი, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი სარწმუნოება დედამიწაზე, რომელიც ღვთისმშობელს ადიდებს ისე, როგორც მას ეგების, მას ეკუთვნის და იგებს მის გმირობას. ერთადერთი მართლმადიდებლობა. შეიძლება ვინმე მიფიქროს კათოლიციზმიც ხომ ძალიან დიდ პატივს მიაგებსო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მაგრამ ნუ გავიწყდება, რომ სამწუხაროდ დასავლეთის ქრისტიანებმა, კათოლიკებმა ვერ გაიგეს ღვთისმშობლის სიდიადე და ამიტომ მას მიანიჭეს ის თვისება, რომელიც მას არ ქონდა და რო არ ქონდა, სწორედ ამიტომ არის ის დიდი, მას მიანიჭეს შემდეგი თვისება, რომ იგი უბიცოდ ჩასახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავად და უცოდველი იბადება. და ეს თვისება, რომელიც მათ მიანიჭეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, სრულიად უსაფუძვლოდ ღვთისმშობელს ართმევს უფლებას იყოს გმირი, ყველა ქმნილებაზე უფრო დიადი თავის გმირობიდან გამომდინარე. იმიტომ რომ მისთვის ღვთის დედობა ეს უდიდესი და უზარმაზარი ტვირთი და პასუხისგებლობა. იმიტომ არის მნიშვნელოვანი და დიადი, რომ მას ჩვენნაირი, ცოდვილი, ადამიანისეული დაცემული ბუნება ჰქონდა. და მისი სიდიადე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მან თავისი პიროვნული გადაწყვეტილებით უერთგულოს უფალს გაიმარჯვა საკუთარ დაცემულ ბუნებაზე. რომ არა ესეთი დაცემული ბუნება, რომელიც მას ჰქონდა მიდრეკილი ცოდვისაკენ, მაშინ რაღა იქნებოდა მისი ადამიანური გმირობა.
დღეს მიძინების დღესასწაული. ჩვენ ღვთისმშობლის გარდაცვალებას სხვა წმინდანების გარდაცვალების მსგავსად არ დღესასწაულობთ. ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიაში არის ტრადიცია წმინდანის მოხსენიებისა იმ დღეს, როცა იგი მიიცვალა, როცა იგი აწამეს და ასე შემდეგ. მაგრამ არც ესეთ დღესასწაულს ისეთი ზეიმურობა არ ახლავს, როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარდაცვალებას. განსაკუთრებულია ეს დღე. მაგრამ ეს განსაკუთრებულობა ჩვენთვის გაუგებარი იქნება, თუ არ გვეცოდინება, თუ როგორ მოხდა მისი გარდაცვალება. უпростоრედ რითი განსხვავდება მისი გარდაცვალება თითოეული წმინდანის გარდაცვალებისაგან. ჩვენ ეს ამაზე ხშირად გვისაუბრეთ და ჩვენ ეს ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სრული ადამიანია მარადისობაში, განსხვავებით წმინდანებისა, რომლებიც მხოლოდ სულით იმყოფებიან ღმერთთან, მართალია ისინი სიხარულში არიან, მაგრამ ვერ არიან ისეთ სიხარულში, როგორიც ადამიანს შეუძლია დაიტიოს, იმიტომ რომ ისინი სრულად ვერ არიან, როგორც ადამიანი, მხოლოდ სულით არიან და ელოდებიან საშნელ სამსჯავროს, თუმცა არა იმის გამო, რომ განისაჯონ, არამედ უფლის დიდებით დაბრუნებას სამყაროში, ანუ ჩვენ ხილულ სამყაროში, როდესაც ყველა სული მიიღებს იმ სხეულს, რისი ღირსიცა. ერთადერთი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია ის არსება, ის ადამიანი, რომელიც უკვე მერვე დღის, ანუ მარადისობის მოქალაქეა, რომელიც საშნელი სამსჯავროს მიღმა და როგორც წმინდა მამები ამბობენ, უფალმა არინებაო, თითქოს და განკაცებულმა ღმერთმა სამყაროს განგება მარტო და გვერდზე საკუთარი დედა დაისვა, ვითარცა დედუფალი ყოველი არსების. ჩვენ ზეღამ თქვით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ერთგვარი გასაღები ჩვენი მართლმადიდებლობისა. ნიშანი ჩვენთვის გასაგები. მე ადრეს მithქვავს, რომ ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საფუძველი, გარკვეული საფუძველი ამ ჩემ აზრს აქვს. კერძოდ ის, რომ შედარებით იოლია ადამიანისათვის ირწმუნოს ქრისტეს ღმერთობა და ქრისტიანი ერქვა სახელა და გაცილებით უფრო რთულია, რომ ღვთისმშობლის დედუფლობა, ღვთისმშობლის სიდიადე ირწმუნოს და მისთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს არსება, რომელიც ღირსია და რომელსაც ეგების თაყვანისცემა თითოეული ადამიანისაგან. ამიტომაც არის, რომ მრავალი ქრისტიანული კონფესია, რომლებიც წვალებლებად იწოდებიან, ღვთისმშობელს როგორც ასეთად საერთოდ არც აღიარებენ, არც ცნობენ მას და არ მიაგებენ იმ პატივს, რასაც იგი იმსახურებს. თუმცა ადამიანად მოსულ ღმერთს იესო ქრისტეს აღიარებენ. მიზეზი ამისი მრავალია. თავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, უმადლობა. მეორე მიზეზია, როცა ადამიანი შემოდის სულიერ ცხოვრებას იწყებს და შემოდის ქრისტიანულ სივრცეში და იწყებს უფლისად მოწაფეობას და ერთგულებას, როგორც მას შეუძლია და ესმის, თითქოს და ადამიანობას სადღაც ტოვებს. მაგრამ ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი ღირსება და დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ჩვენ ისევ ხვდებით ღვთისშვილები, ჩვენი განღმრთობა იმგვარად ხდება, რომ ჩვენი ადამიანობა უგულობას ყოფილი არ არის. ჩვენ ადამიანებად ვრჩებით, კვლავ ვრჩებით ადამიანებად. და თუ ადამიანში რაიმე ღირებული და ღირსეულია და რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ ღვთის ქმნილებანი ვარ და არა უბრალოდ ქმნილებანი, არამედ ღვთის ხატნი და მსგავსი, ამიტომ ჩვენი ადამიანობა თუ რაიმე ღირებულია, ჩვენ ადამიანობაში ის უნდა დარჩეს. და ერთ-ერთი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენს ადამიანობაში, არის ის ურთიერთობა, რომელიც არსებობს მშობლებსა და შვილებს შორის. ამ ურთიერთობის საფუძველი და პირველ სახე არის ყოვლადწმინდა სამება. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ რა ხატნი ღვთისა, ამიტომ ჩვენთვისაც ეს თვისება ერთის მხრივ ხომ ადამიანურია, მაგრამ იგი წყაროს, მისი წყარო ამ ადამიანური, დედაშვილური, მამაშვილური ურთიერთობისა წყარო არის ყოვლადწმინდა სამება. როგორ შეიძლება, რომ შენ გერქვას ქრისტიანი, როგორ შეიძლება შენ ღვთისაკენ ისწრაფოდეთ ღმერთისკენ, რომელიც ადამიანად მოვიდა, რომელიც დედამიწაზე დედამშობა და შენთვის
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ერთ-ერთი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი იყოს, რომელიც კარგი, ესე თვლია რომ ცხონდა. ერთ-ერთი ღვთისმეტყველი თანამედროვე ძალიან მოსწრებულად ამბობს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადმი დამოკიდებულება რომ უფრო გასაგები გახადოს. მაგალითად მოყავს მეფე და მისი ოჯახი. და საოცარ ამას ამბობს რომ აი მეფის სიყვარული შეიძლებაო შორიდან. შეიძლება აი იცი რო თქვა მეფე ყავს შენს სამშობლოს ქვეყანას რომელიც ახლა ღირსეული მეფეა და შეიძლება ეს გიყვარდეს როგორც ღირსეული მეფე. შეიძლება მისი სურათის კონდეს სახლში და პატივს მიაგებდე. მასზე ფიქრობდე, გიყვარდეს, ერთგულებდე, მისთვის მოკვდე კიდევაც ბრძოლაში. მაგრამ სულ სხვა არისო მეფის დედის სიყვარული. მეფე შეიძლება შორიდან გიყვარდეს. ისე რომ ნანახიც კი არასოდეს არ ყავდეს, მაგრამ მეფის დედის სიყვარულიო, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ შენ ამ მეფის ოჯახის წევრი გახდები, თუ შენ მეფის ოჯახში შეხო. ძალიან ძვირფასი და ახლობელი უნდა იყო იმ ოჯახისთვის. იმიტომ რომ შენ მეფის დედა გიყვარს და პატივს მიაგებ. მეფის სიყვარული შორიდან მონასაც შეუძლია. მაგრამ მოციქულებს უფალი ჩვენ იესო ქრისტე, რომელიც ამ შემთხვევაში რომლის იგავური სახე იყო მეფე, რომელსაც ჩვენ ვახსენებდით ამ იგავურ სახეს და მეფე იგავური სახე ქრისტესი, მოციქულებს უფალი მეგობრებს უწოდებს, შვილებს უწოდებს. აქედან გამომდინარე, მოციქულები ქრისტეს ოჯახის წევრნი არიან და ამიტომ მათთვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა. ჩვენ ვიცით იოანე მოციქულს პირდაპირ ეუბნება, რომ ჩემი დედა აწი, შენი დედაა და ყველა იმ მოციქულს, რომელიც შემდგომში უფალს უერთგულებს. იოანეს ეუბნება, იმიტომ რომ იოანე იმ წამს უფალს ერთგულებს გოლგოთაზე. ყოველი მოციქული, ყოველი ქრისტიანი, რომელიც უფალს გოლგოთამდე ერთგულებს, უფალი მასაც ეუბნება, ახსენებს, მიანიშნებს, ჯილდოთ აძლევს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ანუ ჩემი მშობელი, ხორცელად მშობელი დედა, იგივე შენი დედა. და ჩვენ არა ვართ მონები, ქრისტიანები პოტენციაში. ჩვენ სიმდაბლისა გამო მონათ უნდა აღვიქვავდეთ საკუთარ თავს და მონებიც არა ვართ ხშირად, იმიტომ რომ უფლის მცნებებს შორიდანაც კი ვერ ვასრულებთ ღვთის შიშის გამო, მაგრამ პოტენციაში ჩვენ მონები არა ვართ. ჩვენ შვილები ვართ, ეს კადნიერება, ამ კადნიერების უფლება ღმერთს მამა უწოდოთ, ჩვენ მოგცა უფალმა. და თუ შვილები ვართ, მაშინ მისი დედა ჩვენი დედაცაა. ამიტომ როდესაც შეხვდებით ხოლმე სექტანტს, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი მინიმუმ ცივი დამოკიდებულება აქვს, თუმცა მკრახელურის მომისვენია, თქვენ გახსოვდეთ რა არის საფუძველთა საფუძველი ჩვენი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა, ის რომ შენ იესო ქრისტეს ოჯახის წევრი ხარ. მისი თანამემკვიდრე ხარ, როგორც პავლე მოციქული ამბობს. იგი მეგობარს, ძმას, შვილს გიწოდებს, ამიტომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი შენი დედაცაა და როგორ შეიძლება დედას პატივი არ მიაგო. ეს ერთი და მეორე. ჩვენ წეგავ თქვით, რომ წირვაზე მოვედით და ჩვენთვის ეს არის თუ ქრისტიანებად ვიწოდებით. ამ ქვეყანაზე ალბათ უნდა ვგრძნობდეთ, მაგრამ რეალობაში ყველაზე დიდი ბედნიერება. ამას დიდი ბედნიერება ჩვენ ვერ და არ უნდა გვქონდეს. იმიტომ რომ წირვის დროს ჩვენ გვეძლება შესაძლებლობა სრული სისავსე ღმერთთან ერთობისა, შესაძლებლობა ბოლომდე ღმერთთან ერთობისა. წირვა ეს არის სასუფეველის დასაწყისი. წირვაზე მყოფობა იგივე სასუფეველში მყოფობა. უცებ გახსენდება, როგორ ეზარებათ ხოლმე ადამიანებს წირვაზე მოსვლა. როგორ აცდენენ ხოლმე წირვას და როცა აქ იმყოფებიან, როგორ ერთი სული აქვთ, რომ დამთავრდეს და გავარდნენ გარეთ. და იმ წამსვე სიცილ კისკისით ტაშფანდურა განწყობაზე მოვიდნენ, იმ ტალღაზე გადაერთონ. და დაგუბებული ენერგია უღმერთობისა, რომელიც კაშხალი, რომელიც ზვირთებივით
არღვევს გაბზარულ კაშხალს და იმ კაშხალს, რომელსაც ღვთის მოსაობა ქვია და სუსტია ჩვენთვის ეს კაშხალი, გადმოიღრება ხოლმე და გავარდებით. და თითქოს პატარა ბავშვები ვიყოთ, რომლებიც ტაძრის ეზოში დარბიან, აი მათ მსგავსად დავრბივართ, ვანცობ, კისკისებთ და ხანდახან ვხარხარებთ კიდევაც. და ჩვენ სულსაც ვაცარიელებთ და იმათაც ხელს ვიშლით, რომლებმაც წირვა მოისმინეს კი არა. ესეთი ადამიანები, რომლებსაც ერთი სული აქვს გარეთ გავიდნენ და ანცობა დაიწყო. არამედ წირვის დროს თანამონაწილენი იყვნენ მსახურებისა, საიდუმლოებისა. მათი გული, მათი გონება, მთელი მათი არსება უერთდებოდა ამ დიდებულ მსახურებას, რომელსაც სამადლობელი, მადლიერების მსხვერპლი ქვია, ევქარისტია. მთელი არსებით მადლობდნენ უფალს და უხაროდათ ღმერთთან ყოფნა. და გულიც კი დაწყდათ, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. მაგრამ ეხლა, ვინც ეზიარებიან, შინაგანი მზაობით დგანანა აქვს და უფალთან შეხვედრას ელოდებიან. აი მათაც ესეთი ადამიანები, რომლებიც გარეთ გადიან და ხორხოცობენ, ხელს უშლიან. მე კითხვა მიშტება ხოლმე და რისთვის დადიეთ მაშინ? მარიამეობაა დღეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თითოეული ჩვენთაგანისათვის მაგალითი უნდა იყოს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ადამიანის ცხონების საქმეში ყველაზე დიდი ღვაწლი გაწია. მრავალმა ადამიანმა გაწია ღვაწლი ჩვენ თითოეული ჩვენთაგანის ცხონებაში დაწყებული ადამიდან, რომელიც ნანობდა თითქმის 1000 წელიწადი, როცა იგი უკვე დედამიწაზე იმყოფებოდა, დაწყებული ადამიდან, გაგრძელებული აბელით, რომელიც მოიკლა და რომელიც პირველი სახია იგავური ქრისტესი. თითოეული წინასწარმეტყველი ძველი აღთქმის მამამთავრებით, ოციქულები და ბოლო დროის წმინდანები დასრულებული აი ამ ადამიანთა შორის ყველაზე დიდი ღვაწლი თითოეული ჩვენთაგანის ცხონებაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გაწია. ჩვენ მას უნდა ვბაძავდეთ. მას უნდა ვბაძავდეთ და მთავარი რაში, რომ ღვთის სიტყვა დავიმარხოთ და იგი აღვასრულოთ და ვეცადოთ ისე, როგორც ეს მან აღასრულა, როგორც მან გააკეთა, როგორც მან უერთგულა უფალს. როგორი ერთგული უნდა ყოფილიყო იგი? ღმერთისა, როგორი ცოცხალი უნდა ყოფილიყო მისთვის ღმერთი. რომ ეს გმირობა დაეტია, მე თუ რა გმირობა ღმერთის დედობა, მე ამაზე ახლა არ ვისაუბრებ. რომ ეს არის ყველაზე დიდი გმირობა, რაც კი კაცობრიობის ისტორიაში რომელიმე ადამიანს ჩაუდენია. ყველაზე მეტად მან გაიმარჯვა დაცემულ ბუნებაზე. მან ისე გაიმარჯვა დაცემულ ბუნებაზე, რომ მთელ დასავლურ სამყაროს კათოლიკებს იგი უცოდველად დაბადებული ეგონათ. მაგრამ იგი არ არის უცოდველად დაბადებული და ამიტომაც უდიდესი გმირი. ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია. ამიტომ ახლა აღარ გავაგზავნებ. მაგრამ ერთი რამ უდავოა, რომ ის ესეთი გმირობა დასაჩუქდა იმით, რომ რასაც ჩვენ ვესწრაფით, რომ როგორმე ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა გქონდეს და რატომ? იმიტომ რომ მისი ერთგულება შევძლოთ, უანგაროთ. ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისათვის იმდენად ჩვეულებრივი, ბუნებრივი, მისი ცხოვრების ნაწილი გახდა, რომ უბრალოდ ამას ჩვენი გონება და ცნობიერება ვერ იტევს. მან შვა თავისი და სამყაროს შემოქმედი ხორციელება. ამაზე მეტი ერთგულება რა გინდა? იმდენად უერთგულა ცოცხალ ღმერთს. იმდენად უერთგულა. იმდენად განიწმინდა ჩვენნაირი დაცემული ბუნება, ცოდვიანი ბუნება. აი ამ ერთგულებით, რომ იგი ყოვლის შემძლე ღმერთის, სამყაროს შემოქმედის დედა გახდა ხორციელად. ეს ენისათვის გამოუთქმელი და ჩვენი გულისა და გონებისათვის შემაძრწუნებელი რეალობა. მისი ერთგულების ხარისხი უფლისადმი აი ამ საოცარი სასწაულით დაიბეჭდა. სასწაულით, რომელზეც წმინდა იონე ოქროპირი ბრძანებს, რომ უფლის შობა არის ერთადერთი სასწაული სამყაროში. ამის შემდგომ
რას კი ხდება? პრინციპში სასწაული აღარცა. არც გასაკვირი არა. ამიტომ როცა ადამიანებს უჭირთ ხოლმე ევქარისტიის საიდუმლოების აღქმა, რომ როგორ შეიძლება პური და ნივთიერება, პური და ღვინო იყოს ხორცი და სისხლი გარდასახვის შემდგომ, ესეთ ადამიანებს არ წამთ ქრისტეს ღმერთობა. თუ ჩვეულებრივი ხორცი შეიძლება იყოს ღმერთი, რატომ არ შეიძლება პური და ღვინო იყოს ასევე ღმერთი? თუ ჩვეულებრივი ხორცი შეიძლება იყოს ღმერთის ხორცი, რატომ არ შეიძლება პური და ღვინო იყოს ღმერთის ხორცი? ღმერთს სურს ესე და იმიტომ, რომ ჩვენ მივიახლოთ და ჩვენ მას შეუერთდეთ. ქრისტიანული რწმენა უფლისადმი ერთგულებას ნიშნავს. ჩვენ უფალს უნდა უერთგულოთ, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ უნდა უერთგულოთ როგორც ღმერთს და როგორც კაცს, იმიტომ რომ იესო ქრისტე სრული ღმერთი და სრული კაცია. როგორც ღმერთს ერთგულება, როგორც ჩვენ რომ უერთგულოთ მას როგორც ღმერთს, ეს თითქოს და ჩვენთვის გასაგებია ხოლმე. ეს როგორც ძველი აღთქმის ადამიანებისათვის იყო გასაგები ღვთისადმი ერთგულება. როგორ ერთგულებდნენ ძველი აღთქმის ადამიანები, რომლებსაც სწავლდათ ცოცხალი პიროვნული ღმერთი, მე ვგულისხმობ ძველი აღთქმის ადამიანებს, ისრაელელებს, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს, მამათმთავრებს, როგორ ერთგულებდნენ ისინი ღმერთს. და უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც მართალნი იყვნენ წინაშე ღვთისა, ისინი ღვთის კანონს აღასრულებდნენ. ჯულს, ძველი აღთქმის ჯულს აღასრულებდნენ. ცდილობდნენ ზედმიწევნით აღესრულებინათ ძველი აღთქმის ჯული. კანონის აღსრულებით ღმერთს ერთგულებდნენ. გასაგებია. უბედურება იმაშია მხოლოდ რომ ახალი აღთქმის ადამიანებიც უფლისადმი ერთგულებას, ღვთისადმი ერთგულებას სწორედ აი ამგვარადვე ცდილობდნენ, მათ აქვთ ახლა ახალი ჯული, ახალი აღთქმისა, რომელიც ჩვენი სისუსტის გამო, ჩვენი სულიერი სისუსტის გამო მოგვეცა, თორემ ისე ახალი აღთქმის ადამიანები ყოველგვარი ჯულისაგან გათავისუფლებულები არიან, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს. მაგრამ ჩვენი სისუსტის გამო რაღაც გარკვეული ჩარჩოები არსებობს. და სისუსტე ვლინდება ერთ-ერთი სწორედ იმაში, რომ ჩვენ ცოცხალი ღმერთისადმი ერთგულებას ვიჩენთ კანონის ძალით, როგორც ძველი აღთქმის ადამიანები. და გვავიწყდება, რომ ღმერთი ჩვენთან მოვიდა ადამიანად, ანუ ჩვენ რომ უერთგულოთ ღმერთს, ამისათვის საკმარისი არ არის უბრალოდ კანონის შესრულება. იმიტომ რომ ღმერთი ადამიანიცაა. გასაგები რო იყოს. წარმოიდგინეთ მეგობარი, ოჯახისწევრი, ახლობელი და ვევალება რომ ჩვენ ახლობლებს უერთგულოთ. აი, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა უერთგულოთ მეგობარს, ცოლს, ქმარს, შვილს და ასე შემდეგ. ქრისტეს მიერ დას, ძმას, სულ ერთია, აი ადამიანს, რომელიც ახლობელია, როგორ უნდა უერთგულო რაღაც კანონის შესრულება. ვინმეს ამაზე უფიქრია? ან შეიძლება ჩვენ ესეთი ალბათ სისულელე თავში მოგვივიდეს, რომ აი მე ხლა ჩემი ახლობელი ხარ და რაღაც კანონები უნდა დავიცვა, რომ შენ გიერთგულო. ესეთი სისულელე თავში არ მოგვიდეს. იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანი გიყვარდეს, ხედავდე და რაღაც კანონების დაცვით უერთგულო. აბა როგორ ვერთგულებთ ჩვენ ადამიანს? როგორ ვერთგულებთ ჩვენ ადამიანს, ეს ახლა სხვა თემაა, მე ამას არ შევეხები, მაგრამ ერთი რამე უდავოა, რომ ადამიანთან ურთიერთობაში რაღაც წესებისა და კანონების ცოდნა, რომ მასთან ურთიერთობა შეფასდეს როგორც ერთგულება, ანუ რაღაც წესებისა და კანონების ცოდნა და არსებობა, თუნდაც ეს ყოფითი ეთიკისა, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მე ვთქვა, რომ მე მისი ერთგული ვარ. რაღაც სხვა რაღაცა არის საჭირო. და ეს სხვა რაღაცა, რომელიც საჭიროა უბრალოდ ადამიანთან ურთიერთობაში, რომ მისი ერთგული იყო, საჭიროა ღმერთთან ურთიერთობაში. და აი ეს სხვა რაღაცა, რომელიც ძალიან ადამიანურია და ძალიან ხშირად მიუღწეველიც, გვავიწყდება ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში. კანონი გარეგანია, სხვა რამეა საჭირო. ეგრე გარკვეულად კანონით მუსულმანებიც კი ღმერთს ერთგულობენ, მაგრამ მე ჩვენ ვიცით მათი ცხოვრების წესი და მათი ეს ფანატიკური თავგანწირვა სხვის სიმკვლელობებით დაწყებული და საკუთარი თავის აფეთქებით, როცა და ჩვენ ვიცით ასევე ფარისევლების, აღარ შორს მივდივართ, ფარისევლების, რომლებიც ასევე კანონით ერთგულებდნენ ღმერთს და როცა იგი მოვიდა ადამიანად, ადამიანი მოკლეს. როგორც ადამიანი იგი მოკლეს. დიახ, კანონი გარეგანია და სხვა რამეა საჭირო. აი წარმოედგინეთ,
ძველ აღთქმაში როგორი რთული იყო ქრისტეს შეცნობა და მისი ერთგულება და კიდევ როგორი გმირია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი წარმოედგინე. იგივე მართალი იოსები, რომელმაც ეს ყველაფერი დაიტია, რა ძნელი იყო კი მისთვის ეს დატევა. მოციქულები, რომლებმაც ეს ყველაფერი დაიტიეს, რა რთული იყო მენელსაცხებლე დედები, მათი საოცარი გმირობა. როგორ ერთგულებენ გარდაცვლილ უფალს. აი ეს ყველაფერი ძალიან თბილი და ღვთაებრივთან ერთად ადამიანურიც, აი მარტო კანონი რომ არ არის, კიდე სხვა რაღაცა რომაა საჭირო, როგორ ქონდათ ამ ერთ მუჭა ადამიანებს, რომლებაც თელ სამყაროში ქრისტიანობა იქადაგეს და ჩვენამდე მოაღწია. აი როგორები უნდა ვიყოთ ჩვენს და როგორი სხვანაირი ერთგულება უნდა ქონდეს უფლისადმი. თუ ეს არ დავინახე, თუ ეს არ ვეძებე სარწმუნოებრივ ცხოვრებაში და თუ ამით ამგვარად არ დავაკვირდი მე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და მოციქულებს და წმინდანებს, მაშინ ჩემ ქრისტიანობას რა ფასია? მაშინ ვიქნები ახალ აღთქმაში ძველი აღთქმის რელიგიური ცხოვრებით მაცხოვრებელი და ამიტომ არაფრით განსხვავებული ძველი აღთქმის ფარისევლებისაგან და ღმერთთან უკრავს და თუ წინ დამიყენე უფალი შეიძლება მოუკლა კიდევ. სხვათა შორის სხვა რამ რომაა საჭირო და არა მხოლოდ კანონის შესრულება. ამას ეს ძველ აღთქმაში ძალიან ხაზგასმით არის და მრავალი წინასწარმეტყველი ამის შესახებ საუბრობს. მე მინდა იერემია წინასწარმეტყველის 31 თავიდან ამოგიკითხოთ რაღაც ადგილი, სადაც კარგად ჩანს, რომ ეს წინასწარმეტყველი და სხვაებიც როგორ გვაფრთხილებენ, რომ როგორი უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან. ახალი აღთქმის პერიოდში. მე ამოგიკითხავთ აი ამ ადგილს. აჰა დადგება ჟამი ამბობს უფალი და ახალ აღთქმას დაუდებ ისრაელის სახლს. არა ისეთ აღთქმას, რომელიც დაუდები მათ მამაპაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. ეს აღთქმა იცით მოსეს რომ მიეცა ქორების თაზე. წიაღში, ანუ შიგნით, ანუ გულისგულში, წიაღში ჩაუდებ მათ ჩემს ჯულს. არა ქვის ფიცარზე როგორც მოსეს მისცა. წიაღში ჩაუდებ მათ ჩემს ჯულს და გულზე დავაწერ. მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან. და აი ხა ძალიან მნიშვნელოვანია. აღარ დაუწყებენ სწავლებას ერთმანეთს, მეზობელი მეზობელს და ძმა ძმას შეიცან უფალიო, რადგან ყველა შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე ამბობს უფალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვართ რა ახალი აღთქმის მოქალაქენი, ვართ რა ნათელღებული, ვართ რა მაზიარებელი, ანუ ჩვენში გიებს რა მადლი სულიწმინდისა, ჩვენში კვიდრობს რა ადამიანად მოსული მკვდრთით აღმდგარი მაცხოვარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენის გულის ფიცარზე, გულის გულში გამოწერილია ახალი აღთქმის ჯული და ჩვენმა არსებამ, ჩვენმა შიდა არსებამ იცის რა უნდა ჩვენგან ღმერთს. ჩვენმა შიდა არსებამ ზუსტად იცის რა სიტყავს ჩვენგან ღმერთი. და სწავლება, როცა ამბობს, რომ აღარ იქნება საჭირო სწავლება, ამაში იგულისხმება ის, რომ როდესაც თქვენ ისმენთ ღვთის სიტყვას, წმინდა წერილი და როცა კითხულობთ წმინდა წერილს, როცა თქვენ ისმენთ სული წმინდის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, როცა თქვენ ლოცულობთ, როცა თქვენ ისმენთ ღვთის და სული წმინდის მიერ მოცემულ სიტყვებს წირვა-ლოცვის დროს, და როცა თქვენ ისმენთ ღვთის სიტყვას ამბიონიდან, ეს ყველაფერი თქვენ კი გარედან გესმით, მაგრამ თქვენმა შინაგანმა სამყარომ უნდა დაადასტუროს და დაეთანხმოს და თუ ეს თანხმობა არ მოხდა, ეს სიტყვები თქვენს გულში არ ჩავა, იმიტომ რომ ეს თქვენი არ არის. და თუ თქვენ ქრისტიანები ხართ, მაშინ ყოველი სიტყვა, რომელიც მე ჩამოვთვალე, რომელიც საღვთო სიტყვად იწოდება, დაწყებული წმინდა წერილიდან, დამთავრებული ამბიონის ქადაგებიდან, როცა აქ ღვთის სიტყვა იქადაგება, მე არ გულისხმობ ეხლა ჩემ ქადაგებას, ვამბობ ზოგადად, როცა ღვთის სიტყვა იქადაგება, ყველაფერი ეს თქვენი საკუთრება უკვე არის, რომელიც შეიძლება ბოლომდე გაცნობიერებული არ აგაქვთ და ეს სიტყვები თქვენ შინაგან ცოდნას, რომელიც თქვენს გულში უკვე არსებობს, აი ამ ცოდნას აღვიძებს. და თქვენ ამას უნდა გრძნობდეთ. და ვინც ამას არ გრძნობს,
ვინც სულიწმინდის მადლს არ გრძნობს, ვინც ზიარების შემდგომ ღმერთს არ გრძნობს, ის ჯერ ქრისტიანი არ არის, ან მისი მდგომარეობა მძიმეა, როგორც ამას თუნდაც წმინდა იონე, წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს და ბრძანებს. იმისათვის რომ ეს ყველაფერი ესე იყოს. გარდა რელიგიური ცნობიერებისა, გარდა ღმერთის წარმართული ძიებისა და ღვთის წარმართული შიშისა, უნდა გქონდეს ქრისტიანული ერთგულება უფლისადმი, როცა მე უფლის ერთგული ვარ, არა იმიტომ რომ მე გიმჭირდება, არამედ იმიტომ ვარ ყოველგვარი საჭიროებისა და ანგარების გარეშე. ესე დროს ადამიანი წირვაზე რაიმე სათხოვნელად არ მოდის რაიმე სათხოვნელად, ეს მინდა, ეს მომეცი, ეს მჭირდება. განა არ ვითხოვთ, აი მაგალითად როგორც კი პირველი ასამაღლებელი, როცა თითოეული თქვენთანგანის ყურადღება ზეაღწეული სახარებისკენ უნდა იყოს და როცა იდიდება ყოვლადწმინდა სამების საუფლო კურთხეულას მეუფება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა და აყრობილია სახარება და მთელი ჩვენი მზერა, გონებისა, გულისა, მთელი ჩვენი არსება უნდა მიმართული იყოს საკურთხევლისაკენ და სრული მობილიზებით ჩვენი არსებით უნდა გადავინასვოთ მიღმიერ სამყაროში, იქვე როგორც კი ეს ასამაღლებელი მთავრდება, მშვიდობიანი კვერექსი იწყება, სადაც მიწიერი სათხოვარია. ისევ თითქოს მიწაზე მოვდივარ, ისევ თითქოს მიწაზე ჩამოვდივარ. მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცო და მიწიერი სათხოვარია იქ უამრავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი აქცენტები მიწიერ სათხოვარზე გაკეთდეს. რაღაც პრობლემების მოგვარებაზე გაკეთდეს. არამედ ეს იმას ნიშნავს, რომ მე თუ იქ ვარ, ზე აღწეული მარადისობაში, სადაც ყოვლადწმინდა სამების საუფლოა და მთელი ჩემი არსებით თუ იქ ვარ, მაშინ შეწყნარებული იქნება ამ ქვეყანიური ზრუნველობას გარკვეული თვალსაზრისით და უფლისაგან ესეც კურთხეული იქნება, მაგრამ მთავარი ის არის და წირვაზე ჩვენი მთავარისათვის მოვდივარ. და უნდა მოვდიოდეთ კიდევ ვიმეორებ, არა სათხოვნელად, არამედ მადლიერებისათვის და ევქარისტია სამადლობელს ნიშნავს, რომ შენ 21 საუკუნის ადამიანო, რომელიც ცოდვაშიც შაძირული და წუმპეში იყავი, იქიდან ამოგიყვანა ღვთის მტკიცე ხელმა და ძლიერმა მარჯვენამ, მოგიყვანა და დღეს შენ ღირსი ხდები, რომ უფალს შეუერთდე და მადლიერების გამო და ღვთის დიდების სურვილის გამო, რომ იღვიძებ კვირა დღეს. შენში არსებულ სიზარმაცის განცდას ისე უნდა შეხედო, როგორც ყველაზე დიდ მტერს შენს ცხოვრებაში. მას წამოკნავლების შესაძლებლობაც კი არ უნდა მისცე და როგორც გველს ისე უნდა გაუჭეჭყო თავი. და მთელი შენი არსები უნდა მოისწრაფო და წირვისაკენ, რომ ღმერთი ადიდო იმ სიხარულის გამო, რასაც იგი განიჭებს, როგორც მის ხატსა და მსგავს არსებას. და როგორც წმინდა იონე კროშტანტელი ამბობს, წირვა სასუფეველში მყოფობაო და განა სასუფეველში რამეს ითხოვენო, საოცარი შედარება კი არა, საოცარი განმარტება. მართლა წირვა სასუფეველია. წარმოგიდგენია თქვენი თავი სასუფეველში რომ ცხონდები და რაღაცას თხოვ, რაღაც თხოვ, ხელაპყრობილი სულ დიდებაში ხარ. რატომ ხარ დიდებაში? რატომ არის სასუფეველი ღვთის დიდება? რატომ? დაუტევნელი ბედნიერებისა გამო, რომელსაც ვერ იტევს ადამიანი და ერთადერთი რაც შეუძლია ქნას ეს არის, რომ ხელაპყრობილი ადიდებს იმ ნამეტნავი სიხარულისა და ბედნიერების გამო და იმ მიუაჩნილებელი ნათლის გამო, რომელშიც თითოეული ჩვენთაგანი თუ ცხონდებით გახურული ვიქნებით. და ეს ყველაფერი დაიწყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ, როდესაც მან ჯერ კიდევ ძველი აღთქმის მოქალაქემ საოცარი გმირობა გამოავლინა და რომ არა მისი საოცარი სიტყვები, რომ ჰამხევალი უფლისაო და ამით სრული მორჩილება გამოხატა უფლის განგებულებისადმი და თანხმობა ღვთის დედობაზე, რომელიც კიდევ ვიმეორებ უსაშინლესი და უმძიმესი ტვირთი იყო მისთვის და ვერანაირი არსება აქვს ადამიანს გაცემული ბუნება, ვერანაირი ადამიანი
ამ ტვირთის ზიდვას ვერ შეძლებდა რომ არ დაღუპულიყო და რომ ზნეობრივად არ გასხესილიყო. იმდენად დიდი უფსკულია და დიდი დანახეთქია ღმერთსა და ადამიანს შორის, როგორც ზნეობრივ არსებებს შორის, რომ ადამიანს როგორც ზნეობრივ არსებას ღმერთთან ყოფობის უნარი არ აქვს, იგი ინწამსვე დაიწვება ამ პარტავნებისა და პატიმბუყარეობის ჯოჯოხეთური ცეცხლით და რას გაუძლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, რომ მან ღმერთის დედობა იტვირთა და სანამ მიიძინებდა დადიოდა რა დედამიწაზე, ჩვენერი ადამიანური ბუნებით მან იცოდა, რომ ყოვლადწმიდა სამების სიახში მისი ძე თავის ადამიანური ბუნებით იმყოფებოდა. საოცრება არ არის, ამის დატევნა არ გინდა? მე ხშირად მithქვას ხოლმე ამ დროს, რომ იოტისოდენა პატარა სიამაყეცა და ამ პარტავნებაც ზვავისებურად გაიზრდებოდა და გადაქელავდა მას ყოვლადწმიდა მარიამს როგორც ადამიანურ არსებას და კიდევ მეორე პატიმბუყარეობისა და სიამაყის ჯოჯოხეთურ ცეცხლში ჩააგდებდა და დაღუპავდა. არაფერი არ იყო, მაგრამ არ იყო განა იმიტომ, რომ არსობრივად არ იყო, მას ჩვენერი დაცემული ბუნება ჰქონდა, ისეთი გმირი იყო პიროვნულად. ისე გაიმარჯვა საკუთარ თავში არსებულ ჯოჯოხეთზე, რომელიც ყველა ადამიანშია, რომ მხოლოდ ხელები შეგიძლია აყრა და თქვა, ეგ როგორ მოხდა? და რომ არ ყოფილიყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, უფალი არ განკაცდებოდა. იმიტომ რომ ვერ იკადრებდა ცოცხალი ღმერთი, რომელიც სიყვარულად იწოდება, ვერ იკადრებდა ცოცხალი ღმერთი, რომ ის ადამიანი, რომელიც მას დედობას გაუწევდა ხორციელად ამ პარტავნებისა და სიამაყის ცეცხლში დაღუპული და ეძებდა და ელოდებოდა ესეთ არსებას და მოვიდა ესეთი არსება. ამიტომაც მის დამიმადლიერება და სიდიადე, ღვთისმშობლისადმი მადლიერება და სიდიადე ყველაზე მეტად აქ უნდა შეიგრძნობოდეს. თუ თითოეული ჩვენთაგან იგრძნობს, რა ბედნიერებაა, როცა ღმერთს შეეხები, ეხლა როცა ეზიარება, გახსოვდეს, რომ აი ამის უფლება და ამის შესაძლებლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგცა, რომელიც დღეს არა მხოლოდ სულით, არამედ სულითა და ხორცით სრული ადამიანი უკვე მერვე დღის ანუ ვარადისობის მოქალაქეა და თითოეული ჩვენთაგანის დედა და უდიდესი მეოხი და ფარველი სრული კაცობრიობისა, საქრისტიანოსი, ყოველი ადამიანისა და ჩვენი სამშობლოსი, საქართველოსი, რომლის სიმხვედრი ქვეყანაც ვართ ჩვენ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.